ყველამ ვიცით ვინ არის დიუმა და პუშკინი. ვინც არიცით, გეტყვით რომ მათ მიერ შექმნილი პერსონაჟები ბებია ბაბუების თაობაში ისეთივე პოპულარულები არიან როგორც Tung 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 sahur და Bombardiro crocodilo. ალექსანდრე დიუმა. დიდი ფრანგი მწერალი. დაწერილი აქვს გრაფი მონტე-კრისტო, სამი მუშკეტერის ტრილოგია და კიდევ სხვა უამრავი საკაიფო სათავგადასავლო რომანები. ალექსანდრე პუშკინი, დიდი რუსი პოეტი და მწერალი. დაწერილი აქვს ევგენი ონეგინი, კაპიტნის ქალიშვილი, დუბროვსკი და ბევრი ლექსი, რომელიც რუს მეხუთე კლასელებს კოშმარებში ესიზმრებათ. თქვენ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის ზუსტად 50% დაივიწყოთ, რადგან ფრანგი მწერალი დიუმა არ არსებობდა. დიუმა იყო პუშკინი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა და წერლის კარიერა საფრანგეთში ფსევდონიმით გააგრძელა. და კიდევ მაგრად გასუფთა სიმაღლეში 10 სანტიმეტრი მოიმატა, მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალები. საიდან დაიწყო ეს ამბავი? პუშკინი ცხოვრობს პეტერბურგში, დაახლოებულია იმპერატორთან, არის 37 წლის სუპერვარსკვლავი, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები უკვე გავლილი აქვს. ყავს 4 შვილი და ცოლი ნატალია გონჩაროვა, რომელიც პეტერბურგში ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება. შემოსავალზე ბევრად მეტ ფულს ხარჯავს. პუშკინთან ერთად ამ პარადოქსის საიდუმლო პრეისტორიულ ეპოქაში უხუცესმა დროიდებმა აღმოაჩინეს და დღემდე სარგებლობენ მისი ნაყოფებით. დღეს ისინი ბირჟავიკების სახელით არიან ცნობილი. მოკლედ, პუშკინს ჰქონდა ბევრი ვალი. ამ პრობლემას ზემოდან კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. გონჩაროვას გაუჩნდა საყვარელი, ჟორჟ დანტესი. ყოველ შემთხვევაში პუშკინს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გონჩაროვას ყავს საყვარელი. ეს დანტესი იყო ფრანგი სამხედრო, რომელიც მსახურობდა რუსეთის ჯარში. ასეთი ცხოვრებისეული არჩევანი მას უკვე საეჭვოტებად აქცევს. საფუძვლიან ეჭვს დაემატა ისიც, რომ პუშკინს მოუვიდა ანონიმური წერილი, რომელშიც მას რქადადგმულს უწოდებენ. ცხადია, წერილის ავტორი არ ფიქრობდა, რომ პუშკინი ჩლიქოსანი ძუძუმწოვარია. რქადადგმულს უწოდებენ ქმარს, რომელსაც ცოლი ღალატობს. პუშკინმა ბევრი არ იყვანა და დანტესი დუელში გამოიწვია. პუშკინი ცნობილი დუელანტი იყო. 29 დუელიდან ის არც ერთხელ არ დაჭრილა და არც არავინ მოუკლავს. რაც ალბათ მასზე როგორც მსროლელზე მაინც კარგად აღმეთქველებს. ამჯერად 30-ე დუელი არ შედგა. კაცებს შორის პრობლემა დიპლომატიური გზით გადაწყდა. მოლაპარაკების შედეგად დანტესმა პუშკინის ცოლის და მოიყვანა ცოლად. იდეაში პრობლემის გადასაჭრელად ძალიან უაზრო გზას მიმართეს, იმიტომ რომ დანტესი ასე უფრო დაუახლოვდა ოჯახს. ანუ უფრო ხშირად მოდიოდა პუშკინთან სახლში, ანუ უფრო ხშირად ხედავდა ნატალია გონჩაროვას. პუშკინი ბოლოს მიხვდა, რომ ეს ამბავი გავს პატარძლის პირველ ღამეს. ანუ სისხლის დაღურის გარეშე ვერ ჩაივლის. არა, საშინელი ხუმრობა. ის მიწერს წერილს დანტეს, რომელშიც მას შეურაცხყოფს და სახლში მოსვლას აუგზავნოს. დანტესი იასნია ამ წერილს უპასუხოდ ვერ დატოვებდა და პუშკინი დუელში გამოიწვია. დუელის შედეგი ყველამ ვიცით. ტყვია პოეტს დაჭრის მუცელში და 2 დღის შემდეგ ის გარდაიცვლება. და ახლა იწყება ჩემი საყვარელი ნაწილი. ნატალიას და დანტესის რომანის შესახებ შეგიძლიათ დაივიწყოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. პუშკინმა ეს დუელი დადგა და მისი სიკვდილი გაითამაშა, რათა ვალებისთვის თავი აერიდებდა. შემდეგ წავიდა საფრანგეთში და ერთადერთი რამე რაშიც ძალიან მაგარი იყო და ერთის ფულის შოვნას შეძლებდა იყო მწერლობა. ამიტომ ახალი ფსევდონიმით გააგრძელა საფრანგეთში მოღვაწეობა. ცნობილი ფაქტია, რომ იმპერატორმა მისი სიკვდილის შემდეგ ყველა ოვალი გაისტუმრა, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რანაირად? იმნაირად, როგორც შენი პირიდან გამოსულ არც ერთ აზრს, არც ერთ წინადადებას და არც ერთ სიტყვას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ცხოვრების არც ერთ ეტაპზე შენს არსებობას არანაირი მნიშვნელობა არ ქონია. მეცაც გეტყვი მოლეკულურ დონეზე. თუ პუშკინი სადმე უნდა გაქცეულიყო, ეს ადგილი რა თქმა უნდა იქნებოდა საფრანგეთი. იმიტომ რომ რუსეთში ფრანგული ენა და ფრანგული კულტურა ძალიან პოპულარულია და ეს პუშკინიც კარგად ფლობს ფრანგულს. მაგრამ რატომ მაინც და მაინც დიუმა? პუშკინის დიდი ბაბუა დედის მხრიდან იყო აფრიკელი იბრაჰიმ ჰანიბალი. ის ძალიან პატარა მოხდა მოსკოვში და რაღაც საოცრებით ის მონათლა რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა, რომ გაიზარდა სამხედრო საქმეს მიაწვა და გენერალ ანშეფის წოდება მიიღო. ისე მშვიდად თქვი, გეგონება ძალიან ვიცოდი ახლა გენერალ ანშეფი და ჩვეულებრივი გენერალი რითი განსხვავდებიან. და დიუმას ბაბუა იყო თომას ალექსანდრე დიუმა. თომას ალექსანდრე დიუმას მამა იყო
ფრანგი თავადაზნაური ალექსანდრე ანტუან დევიდელა პაილიტირი და დედა იყო აფრიკული წარმოშობის მარი სესეტა დიუმა, რომელიც იყო ალექსანდრ ანტუან დევიდელა პაილიტირის მონა. თომას ალექსანდრე დაიბადა სან-დომინგოზე მონის სტატუსით. მამამისმა პატარაობაში წაიყვანა საფრანგეთში, იმიტომ რომ საფრანგეთში აკრძალული იყო მონათმფლობელობა და პატარა თომას ალექსანდრე თავისუფალი ადამიანი გახდა. მიიღო განათლება, გაიზარდა და გახდა ისტორიაში პირველი ფერადკანიანი, რომელმაც მიიღო საფრანგეთის არმიის გენერლის ტიტული. აწივინმე თუ იტყვის, რომ ისტორიულ ფილმებში შავკანიანები მაღალი საზოგადოების წევრები არ უნდა იყვნენ, თომას ალექსანდრე დიუმას შესახებ მოუყევით და დამაჯერებლობისთვის ბექფლიპი გააკეთეთ. ხო და რა გამოდის, რომ პუშკინის და დიუმას წინაპრები შავკანიანები იყვნენ, თან ორივე სამხედრო გენერლები. რა თქმა უნდა, ეს ქმნის საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ დიდი დაუდეჯერებით ამტკიცო, რომ ისინი საერთოდ ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ. პუშკინის ვითო სიკვდილიდან 3 წლის შემდეგ ვითო დიუმა და for real პუშკინი წერს წიგნს ფარიკაობის მასწავლებელი, რომელშიც არის აღწერილი რუსეთში დეკაბრისტების აჯანყება, რის შესახებაც საფრანგეთში მხოლოდ პუშკინს თუ ეცოდინებოდა, იმიტომ რომ თვითონ ამ დროს რუსეთში იყო. რუსეთის იმპერატორმა აკრძალა რომანის რუსულ ენაზე თარგმნა. გამოიცანით რატომ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არავის ეფიქრა, რომ ეს რომანი პუშკინის დაწერილია და პუშკინი საერთოდ ცოცხალია რა. ჰეითერები იტყვიან, რომ იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებაზე რომანის დაწერილი ზუსტად მაგიტო არ თარგმნეს. და ჩვენ ჰეითერებს ვეტყვით. ჰეითერებო, ფუფ. არ გინდათ ეგრე. ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ დიუმა იყო ჩასული რუსეთში და რატომღაც არავის არ უფიქრია, რომ ის არის თელს ქვეყანაში ცნობილი პოეტი, რომელიც დუელში მოკლეს. მაგრამ ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, როცა თელს ქვეყანაში ცნობილი პოეტი დუელში კვდება, აბსოლუტურად ყველას უნულდება მეხსიერება. დღეისთვის ეს ვიდეო მორჩა და იმედია ამ მითის შესახებ ხალხი აღარ ილაპარაკებს და მე მგონი არც აქამდე კაცშვილი არ ლაპარაკობდა და იმედია ხელს არ შეუწყობავით ამ კონსპირაციის განვითარებას, მაგრამ იცოდეთ, მართალია ეს ვიდეო მორჩა, მაგრამ კონსპიროლოგია ისევ ცოცხალია. Шпиониро голубиро, ебаный голубь, надо уявность და шпионира люди. ამიტომ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და ხელი შეუწყეთ კონსპიროლოგიის ხრწნას.